ეს დიდხანს გაგრძელდება? თქვენი მეუღლის ბრალეულობას თუ დავამტკიცებთ, საქმე დროულად დასრულდება და მეორეობის უფლებას მალე მოიპოვებთ. არა, ამას არ დაუშვებ. არავითარ შემთხვევაში არა. არა. Алло, ბატონო ხალუქ. ალო, ქალბატონო ჰელინ. ილიასთან შეხვედრამ როგორ ჩაიარა? ჯერ ისევ ორჭოფობს, მაგრამ იმედია მალე დაგთან ხდება. დაგთან ხდება. თქვენ მტკიცებულებების მოპოვება განაგრძეთ. ყველაფერი მზად არის. არაჩვეულებრივი ფოტოსურათები მაქვს. თუმცა ილიასმა თქმაც კი არ დამაცადა. ამ თემაზე ლაპარაკის უფლება არ მომცა. მაგაზე ნუ დარდობთ. ეგ დღეც მალე დადგება. კარგად ბრძანდებოდეთ. გმადლობთ. ქალბატონო ჰელინ, მძღოლმა თქვენი ჩემოდნები ახალ სახლში წაიღო. მაღაზიაში წავიდეს და საღამოსთვის რამე მიყიდოს. კარგი, გილოცავთ ნახვამდის. გმადლობ ძვირფასო. შორს ყოფნა ძნელი იყო. კარგია რომ ჩემი ახალი სახლი აქვეა. ნერმინი არ არის? არა, თავის ოთახშია. დღეს უფროსი ზაფერი იყო მოსული. იჩხუბეს და უგუნებოდ არის. რა იყო? საქმე ცუდად მიდის? დიახ. ილიასი მხოლოდ განქორწინებაზე ფიქრობს და სკოლას ყურადღებას არ აქცევს. უმერ. იქნებ სკოლას შენ მიხედო. შენ თქვი კლიენტები მხოლოდ ილიასის ხათრით მოვლენო. ასეც არის. ჩემ გამო ვინ მოვა? ხო, მაგრამ ამ ბოლო დროს დაამტკიცე რომ მართვა შესანიშნავად შეგიძლია. სკოლას პირველ რიგში კარგი და საიმედო მართველი ჭირდება. დანარჩენი მოგვარდება. მაღალი ხელფასი გიქნება, კარგად იცხოვრებ. ხო, მართლა. შენი ანგარიში შეამოწმე. ავანსი ჩაგერიცხე. შვილო, აქ როგორ აღმოჩნდი? დაიკო მომისმინე? მეც ვშორდები ოსმანს. ბავშვი წამოიყვანე და ერთად წავიდეთ სახლში. სასამართლოს შემდეგ ახალ სახლს ვიყიდი და ერთად გადავალთ. ბიჭს გავზრდით ასიე. ასიე რას ფიქრობ? აქაც კარგად ვარ. შვილო, გათხოვილ ქალს უცოლო მამაკაცის სახლში რა უნდა? რა უნდა? დედა, სხვა სახლში ცხოვრობს. თან მეც გავშორდები. შენ ნებისმიერს გააგიჟებ. გეფიცები, ნებისმიერს. ასიე, მე იმ კაცს ცოლად გაყვები? ჩვენს მეჰმედს უცხო მამაკაცთან ერთად გაზრდი? და არასდროს გავთხოვდები. შვილს კი თავად გავზრდი. უნდა წავიდე. რესტორანში საქმე მაქვს. მარიამანს და ბატონ ჯიმშიც უნდა მივეხმარო. მეჰმეთი აიყვანეთ და ცოტა ხანს მასთან იყავით. ბატონო ილიას, იმ მტკიცებულებებს უნდა გავეცნოთ, რასაც სასამართლოს არ უდგენთ.
ვიცი, წინა აღარ გიხართ, მაგრამ ნება მომეცით ჩემი სამუშაო შევასრულა. საქმე რომ წარმატებით დასრულდეს, უნდა იცოდეთ, რასთან გექნებათ საქმე. განქორწინების პროცესში ჩვენი ყოველი ნაბიჯი უნდა იცოდეთ. მომისმინეთ. ამ ფოტოებს არ გამოიყენებთ, გესმით? ჩემი შვილის წამოსაყვანად სხვა მეთოდი იპოვეთ. სხვა, ეს არ გამოდგება. ამას ჩემთვის დავიდოვებ. ასია. ადგილს ვერ ვპოულობ. მაშინვე უნდა მეთქვა. მაგრამ ვერ გავარკვიე, ვინ ტყუოდა და ვინ არა. თავიდან არაფერი ვიცოდი. მათ შორის თუ არაფერია, ომერმა რატომ თქვა საყვარლები არიანო? ხო, მაგრამ თაჰირს რატომ უთხრა? ყველაფერი სხვაგვარადაა. ჰელინისგან თავის შორს უნდა დავიჭირო. რომელს დაუჯერებ? აბა, რომელს? ძმა თაჰირს. მართალი ხარ. თან ილიასი ძალიან ანობს. ჯემა მითხრა. მოდის და შორიდან გიყურებთ. ასია. იმ ქალმა სპექტაკლი მოაწყო. ილიას არ დაავიწყდებოდა მასთან თუ იწვა. მაგრამ ეს თუ სიმართლეა, ჩათვალე რომ გავასრებლად მოიქცა. ამას ვერასდროს გავიგებ. მაგრამ მართალი ხარ. უნდა წავიდე და ილიას დაველაპარაკო. ასე უარესად ვიქცევი. ჩვენი შვილის გამო. ბავშვის გამო. შენ გამო. თქვენი სიყვარულის გამო. და რა თქმა უნდა ცოდე ჩემს გამოც. ომერს ბრილიანტის თვლიანი ბეჭედი დავუბრუნე ასია. ეს აქციელი რაღაცით უნდა გავამართლო. შენ გამოშინაბერა დავრჩები. მოკლედ წადი და ილიას დაელაპარაკე. შენთვის უკეთესია. თორემ სამუდამოდ ხელს შევიქნებ. ვნახავ როგორ არის.
მოხდა ბატონო ჯიმშით? რაზე ნერვიულობ? რა მოხდა? Asiye saatlerdir. ასია დიდი ხანია მოწყენილისის. ცოტა ვნერვიულობ. Benim içim hiç rahat değil. წადი დაელაპარაკე. Bir gidip konuşsana. მე კი რესტორანს მივხედავ. ბავშვი? Salih burada. O bak. სალიჰა აქ არის. ბავშვის მიხედავს. დილით მოვიდა გოგოს რაღაც უთხრა და მას შემდეგ მოწყენილია. თევზი იმ კლიენტს მიუტანე. ასია. გისმენდა. ჩავფიქრდი. Dalmışım. Nereye daldın? რაზე ჩაფიქრდი? Abla ben düşün. და ვფიქრობდი, ასე არ გამოვა. Anne ილიასზე უარის თქმა არ შემიძლია. ისევ მიყვარს, yaptıklarını unutabiliyorum. მაგრამ იმასაც ვერ ვივიწყებ, როგორ მომექცა. Kafamdaki თავში უამრავი აზრი მიტრიალებს. iki yana paralarca იცი ილიასი მოდის და შორიდან გვიყურებს. არ ვიცოდი. bizi seyrediyormuş biliyor musun? Ben burada kaldıkça სანამ აქ ვიცხოვრებ, უფრო მეტი პრობლემა შეიქმნება. tek yerleri gelecek. შეიძლება გაუთვალისწინებელი რამ მოხდეს. Cem işte takacak. ილიასი ჯიმშიც დაადანაშაულებს. იმის გამო რომ აქ ვცხოვრობთ. Benim burada ჩვენს kalmamı დასავიწყებლად გამოიყენებს ამ სიტუაციას. bahane olarak kullanacak. Sular bulanmadan მოვლენებს ვერ შეეჩერებ, შვილო. sınadınız sevdanızı. ამდენი თვეა სიყვარულს გამოცდას უძღობთ. ერთმანეთის დავიწყება ვერ შეძელით. იქნებ მიხვდეთ, ოჯახი რა არის და ერთად იცხოვროთ. Ben seni დასაცმელს მე ჩაგილაგებ. შენ კი მე მოაიყვანე და ბატონ ჯიმშიც დაემშვიდობე. რესტორანშია. Biz eve dönelim სახლში ბრუნდებით. babamıza. მამამისთან. წაგიყვანოთ. Allah. შვილო, Sen babanı görünce. მამიკო დაინახე და გაგიხარდა? Biliyor musun sen babanı? გიხარია მამიკოს ნახვა. Hangi rüzgar? აქ რა ქარმა გადმოგაგდო?
შეიძლება დაველაპარაკოთ ილიას.